აღმშვიდობის კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გაჩვენებთ რა ვიყიდე სპარში და ორნაბიჯში. ესე იგი, დავიწყოთ ორი ნაბიჯით. ვიყიდე შავი პირბილი, თასი არ ედო, მაგრამ მე მგონი ლარნახევარი ვერდა. ვიყიდე სვანური მარილი, ესეც ლარნახევარი. კიტრის მწნილი ვიყიდე, ეს ღირდა 2 და 99, მე მგონი 3 ლარი ღირდა. და ვიყიდე კიდევ ორნაბიჯში მეტი არაფერი. ორნაბიჯში კარტოფილი არ მომეწონა, ძალიან ის იყო მიწიანი, ხო და ვიყიდე კარტოფილი სპარში. ესე ლარი და 20 იყო. სპარშიც ძალიან პატარა ზომის კარტოფილები იყო, მაგრამ ეგ არაფერი. ეს კარტოფილი იყო ლარი და 20. მაიონეზი იყო სპარში აქციაში, ლარი და რაღაცა ღირდა ესეც. და თაფლი ვიყიდე, კოზინაკი უნდა მოვამზადო, 10 და რაღაცა ღირდა ეს. ამას ახლა ერთხელ რომ გამოვიყენებ კოზინაკისთვის, მერე საერთოდ არც არაფერში არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ თაფლი დიდად არ მიყვარს. ფუტკრებზე ხო ვაფშე ალერგია მაქვს. ხო და კოზინაკისთვის ვიყიდე და ამას ახლა რომ გამოვიყენებ, მერე როდის რა შირისთვის გამოვიყენებ, ასე არა ვარ. ხო. ესე იგი, მინდა აწეწილისთვის მაქვს ესა, ბრინჯი მაქვს, ფილე მაქვს საყინულეში, სუნელები ვიყიდე, ეს შავი პირბილი და სვანური მარილი, კიდე მაქვს რაღაც სუნელი აწეწილისთვის. და ესა რა ქვია, ვენეგრეტისთვის, ოლივიესთვის ვიყიდე, ასევე სუნელები დამჭირდება, მაიონეზი აწეწილისთვისაც დამჭირდება და იმისთვისაც, ვენეგრეტისთვისაც და მწნილიც ვენეგრეტისთვის ვიყიდე. სტაფილო არ იყო არც ორნაბიჯში, არც სპარში, არის აქ ბოსტნეულის მაღაზია, 12-მდე ვმუშაობთო, უბრალოდ ქეში არ მქონდა წაღებული, თანხა არ მედო ჯიბეში და ბარათით არ ატარებენ. ხო და სტაფილო არ მიყიდია. და ეს კიტრის მწნილიც, ესა გაროხი, რა ქვია ქართულად, დამავიწყდა. ხო. გაროხი დედიკომ გამომატანა სოფლიდან, ესა თავისი მოყვანილი გაროხი. ენის წვერზე მადგას რა ქვია ქართულად, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ხო და მაგიც დამჭირდება. კიტრის მწნილიც, ესე იგი 20 ლიტრიანი ისა აქვს, დედიკოს გახსნილი, თავისი გაკეთებული კიტრის მწნილი, მაგრამ ეგ აღარ წამომიღია. ხო და ამ დროს მე მაღაზიაში ვყიდულობ მწნილს. და სოფელში მაქვს ესე 20 litrიანი ნატურალური გემრიელი კიტრის მწნილი. ესეც პატარა ქილებშიც ჰქონდა გაკეთებული, დედიკოს მჟავეს ვეძახით ჩვენ, მჟავე, მაგრამ აღარ იყო დარჩენილი ეგ პატარა იმებში, რა ქვია, ქილებში და ამიტომ წამოვიღე კი არა და გახსნეს დიდი 20 litrიანი ქილა. ჩემი ნაყიდობები. ხო და ამაღამ ეხა დავუბრუნდი სამსახურიდან, დაღლილი ვარ, ამაღამ ალბათ კოზინაკს გავაკეთებ მარტო და მერე ესა ხვალისთვის გავაკეთებ ქათმის აწეწილს და იმას ვენეგრეტს, რომელიც ორივე ძალიან მიყვარს და მაგიტო. ხო, ეხა ძალიან დაღლილი ვარ და როგორც ყოველთვის, როცა დაღლილი ვარ, ვერ ვსაუბრობ თავისუფლად. ესე იგი, მე მარტო ვარ ეხა სახლში და როცა მინდა მაშინ მოვამზადებ რა. ხო და აი ეხა შარშან მაგალითად მე და ჩემი ძმა შევხვდით მარტო ახალ წელს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ ეხა სოფელში მაინც სულ სხვა სიტუაცია, მეზობელი გადმოვა, რაღაცა შენც მეზობელთან გადახვალ და
აი ესე სუფრა უნდა იყოს გაშლილი რა. ხო და ეხლა მე აქ მარტო ვარ და როცა მინდა მაშინ გავაკეთებ და როცა მინდა მაშინ შევჭამ. მით უმეტეს რა ხმაურია. მით რა ქვია, სახში ნაკლებად მივირთმევ საჭმელს. ანუ რო გავიღვიძებ, დილას ვერ ვჭამ საჭმელს, ყავას ვსვამ მარტო. მერე რო გავიღვიძებ უკვე მივდივარ სამსახურში და მერე უკვე სამსახურში ვჭამ საჭმელს და საღამოს რომ მოვდივარ სახლში, გვიან ვჭამ ხოლმე სახლში. ხო და ამიტომ ცოტას იმას გავაკეთებ, ცოტას ამას, თან რო არ გამიფუჭდეს, მაგრამ მე ისეთი ვარ, რომ ქათმის აწეწილის სალათას და ვენეგრეტს არ გავაფუჭებ. იმიტომ რომ ორივე ძალიან მიყვარს და შემიძლია უნორმოდ ვჭამო. აი ახალი წლის სუფრაზე რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ვენეგრეტი და აწეწილი. და როცა ოჯახის წევრები ვაკეთებდით ხოლმე, მე ყოველთვის მე ვაკეთებდი ხოლმე, უფრო მეტად მონაწილეობას მე ვიღებდი აწეცილის გაკეთებაში და ვენეგრეტის გაკეთებაში. ხო, მამაჩემი უფრო ხორცს ჭრიდა, წვნიანს აკეთებდა, ოსტრს, ეგეთ რაღაცებს. დედაჩემი სხვა დანარჩენს, რავი, ქათამს წვავდა, ნამცხვარს აკეთებდა და ეგეთ რაღაცებს. ხო და წავედი ახლა ცოტას ამოვისუნთქავ. და მერე გავაკეთებ გოზინაყს თქვენთან ერთად.